სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. ძმანო და დანო, უკვე მეორე კვირა დღევანდელი დღის სწორი კვირა არის მეზვერისა და ფარისევლის კვირა, ანუ იწყება მომავალი კვირიდან მოსამზადებელი დრო დიდი მარხვის. ამიტომ თემატურად თუ ვიცოცხლეთ და ღმერთმა ინება, შემდგომ უკვე ქადაგებები თემატურად შეიცვლება, ამიტომ დღეს ჩვენ ასე ვთქვათ, მოსამზადებელი კვირეების წინა კვირას, ბოლო კვირას უნდა მოვასრულოთ, ასე ვთქვათ, ის საკითხები განვიხილოთ, რაც პრობლემატური იყო, რაც ვერ ვთქვით კარგად, რაც ის კითხვები, რაც დააგროვდა, რომ პასუხი გავცეთ, რომ შემდგომ უკვე ამ საკითხებზე აღარ ვისაუბროთ და ესე იგი თემატურად უფრო მარხვისკენ და მოსამზადებელ პერიოდის შესაბამის საკითხებზე ვისაუბროთ. მართლაც დააგროვდა ბევრი კითხვა, პასუხია გასაცემი. თან რამოდენიმე ისეთი კითხვა თქვენს მიერ დასმული, რომელზეც პასუხი არ გაგვიცია, მაგალითად, თქვენ ითქვიათ, ყველას ერთად, ყველას სურვილია, რომ მე მესაუბრა ერთხელ მამა გაბრიელზე, მესაუბრა მამა გიორგიზე, რომელიც ქუთაისში მოღვაწეობდა ძალიან ისეთი ცნობილ და გახმაურებულ პიროვნებაზე, როგორც მამა გიორგი და მესაუბრა ილია ჭავჭავაძეზე, როგორც წმინდანზე, რას ესე იგი რას გაინტერესებთ, რომ რას ვიტყოდით, იმიტომ რომ ბევრი მითქმა მოთქმა ილია ჭავჭავაძის შესახებ. მოდით ამ საკითხებს და კიდევ რამოდენიმე საკითხია განვიხილოთ და ბოლოს მე მინდა ისევ გამრავლების ისევ აი ამ თემაზე ვილაპარაკო საქართველოს გამრავლების შესახებ და ამით დავასრულებ. მოკლედ ისე დაიწყო ეს დღეები ჩვეულებრივად ოღონ მომეტებულად იყო ბრძოლა ნებებთან, ბრძოლა ალკოგოლთან, როგორც ეთქობა ქართველ კაცს ბოლომდე მოუწევს ალკოგოლთან ბრძოლა, ბოლომდე სიკვდილამდე მოუწევს ბრძოლა. ბრძოლა შვილებთან რა გაგებით რომ რაღაც კაცრი დიალოგები, კაცრი საუბრები, როგორც ეთქობა ეს ბრძოლა შვილებთან ყველაზე რთული ბრძოლა ჩემი აზრით. საქმე იმაშია რომ მე ხანდახან ესე ვფიქრობ რომ დედა და მამა ბავშვებს უყურებს როგორც და მართლაც ესია, ხო ჯერ მუცელშია ბავშვი, მერე გამოდის უპატარა ბავშვი, დი შეხელშია, თავიდან უყურებ მას, მინდობილია შენზე, გაზრდი, წამოიზდება და რაღაცნაირად გონია რომ სულ ესე პატარა, სულ ესეთი რაღაც აი ფსიქოლოგია ხო არის ადამიანის, ესეთი ფილმი არის პატალძლის მამა, ალბათ ნაყურები გაქვთ ყველას და 23 წლის გოგო თხოვდება და მამას ეუბნება, ესე იგი ეუბნება რომ მიყვარს ერთი ადამიანი, რომელსაც უნდა გავყედა. მამა წარმოდგენაში ესე ვიზუალურად ესე არის გაკეთებული, რომ უყურებს როგორც 7 წლის ბავშვს. და თითქოს ეუბნება, რომ ეს 7 წლის ბავშვი ეუბნება, მამა უნდა გავთხოვდეო. ესე იგი ვერც კი წარმოიდგინა მამამ 23 წლის ბავშვს ისე უყურებდა როგორც პატარას. და უცებ წამოწდება ესეთი რამე. როგორ ამას აქში უნდა გათხოვდეო? ანუ უცებ წარმოიდგინე 7 წლის ბავშვი ზის. ასე რომ რა მინდა ვთქვა, სულ პატარა გვეჩვენება ჩვენ. არადა ის ადამიანი, მართალია ჩვენი შვილი, არის დამოუკიდებელი პიროვნება, სულ სხვა პიროვნება და ის აღარ არის ბავშვი. ასე რომ ძმანო და დანო, ჩვენ აი ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ რაღაც მომენტიდან ჩვენ ალბათ გარდატეხის ასაკის პერიოდიდან უნდა გადავიდეთ შვილებთან ისეთ ურთიერთობაზე, როგორც მეგობრული ურთიერთობა უფრო და არა ისე, რომ უყურებთ ვიღაც პატარა პაცანას, პატარა ბავშვს და ასე შემდეგ. აი ესია რთულია, ძალიან რთული. მოკლედ ბრძოლა ბავშვებთან, ბრძოლა 1000 სხვა რამესთან და ზოგჯერ უბრალოდ ზოგჯერ ისე დიდი ბრძოლებია დღის ამ კვირის განმავლობაში, რომ ვეღარ ვასწრებ რომ მივიდი ამ ანძის კუნძულამდე, იგულისხმება სამუშაო მაგი და იქიდან წამოვიღო ის დიდი სიმდიდრე, ესე იგი რასაც ღვთაებრივი მოძღვრება ქვია, ესე იგი გულისხმობ წიგნებიდან რომ ამოვიწერო ეს
დიდებული ადგილები თემატურად და მოვიტანოთ თქვენამდე, ზოგჯერ ძმანო და დანო ძალიან ჭირს. აი ამ კვირასაც ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მოხდა ესე, რომ როდესაც ამ განძის კუნძულს მივაღწიე როგორც იქნა, უცებ ვიპოვე მე ესე იგი არ მახსოვს ეს ვინ მომცა ერთი ლექსი, თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენ აქ ლექსებს კი არ ვკითხულობთ, ჩვენ ვკითხულობთ, ასე ვთქვათ, ქართველთა მანიფესტს შეიძლება ასე ვთქვა. აი მე რო ჩავთვლი, რომ რომელიმე ლექსი არის, არა ლექსი, არამედ აი ქართველთა მანიფესტი, აი ესეთი ლექსები მომაქვს ძმანო და დანო და ეს უკვე მეოთხე ნაწილი ალბათ გახსოვთ ჩვენ წავიკითხეთ ესეთი დიდებული ლექსები და აი მე რის სიტყვაც მინდოდა გამრავლების შესახებ მე თქვა ქალებისთვის, კაცებისთვის, აი ამ ლექსმა მთლიანად მოიტანა და ამას ბოლოში წაგიკითხავთ. მანამდე კი, ესე იგი, როგორც თქვი, მოდი მოკლედ ვისაუბროთ ძმანო და დანო, უპირველეს ყოვლისა, მამა გაბრიელზე, მამა გიორგიზე და ილია ჭავჭავაძეზე. ეხლა ძალიან მოკლედ, რაშია საქმე? აწყდა დიდი ერთი აჟიოტაჟი იმის დროს, როცა წმინდა მამა გაბრიელის საფლავზე ერთმა მონაზონმა ძალიან დიდებულმა ადამიანმა, რომელიც დღე-დაღამე წმინდა გაბრიელის საფლავზე არის, ათენებს, აღამებს, ამ დიდებულმა ქალბატონმა, ну იცით ეს ყველაფერი რაც მოხდა, აღარ შევჩერდები ამაზე და მოხდა ისე, რომ ჩვენ გამოვაცხადეთ კიდევაც საპატრიარქომ განცხადება გააკეთა ამის შესახებ და ჩვენც შესაბამისად გამოვეხმაურეთ საპატრიარქოს განცხადებას და ვთქვით ამის შესახებ სიტყვა. მაგრამ მოხდა პარალელურად, რომ დაიწყეს მამა გაბრიელის ლანძღვა. განსაკუთრებით ერთმა არხმა, ტელევიზიის ერთმა არხმა. აი პირდაპირ ლანძღვა, დაცინვა და ასე შემდეგ. სხვათა შორის ეს არხი ასევე მამა გიორგის დასინოდა და რაღაც აღვირახსნილი კამპანია დაიწყო უკვე მამა გაბრიელის და მამა აი ეს უნდა ახსნა ძმაო და ამ კუთხით უნდა ვთქვა. ეს ორი პიროვნება, მამა გაბრიელი და მამა გიორგი, ამ ორმა პიროვნება ძმანო და დანო მიიზი და უამრავი ხალხი საქართველოში. და ეს არის გამოსაკვლები, როგორ მიიზი და რატო? რა თქმა უნდა, მათ ღვთის მეტყველებაში, ну ისინი ღვთის მეტყველებდნენ, ამბობდნენ ბევრ რამეს, ძალიან ბევრი შეცდომა. ეს უნდა ვთქვა და ვაღიარო. განსაკუთრებით მამა გიორგის გადმოცემულ ქადაგებებში, წიგნებში უამრავი შეცდომა, უამრავი არაეკლესიური აზრი, მაგრამ ასევეა ძალიან ბევრი არაჩვეულებრივი კარგი აზრი და არაჩვეულებრივად უბრალოდ გადმოცემული ღვთის მეტყველება. მაგრამ ყველაზე მთავარი ეს არის ვინ არის უშეცდომო ძმანო და დანო, რომ ამ ორმა ადამიანმა ძმანო და დანო, მამა გაბრიელმა და მამა გიორგიმ მიიზიდა ისეთი რაოდენობის ხალხი, რომელიც აი მართლა ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების დროს იყო და ილია ჭავჭავაძემ რომ მიიზიდა თავის დროს, აი ესეთი რამ არ სმენია საქართველოს, რომ ვინმეს რამდენი გამოვიარდა, რამდენი პროფესორი იყო საქართველოში, ხო? რამდენი გამოჩენილი ადამიანი იყო, რამდენი გინდ სპორტსმენია, ვინც გინდა აიღე. აი მამა გაბრიელმა და მამა გიორგიმ რო ხალხი მიიზიდა, ასეთი არ ყოფილა არსად ძმანო და დანო საქართველოს უახლოეს ისტორიაში. და რა მოხდა? რატომ მოხდა ეს? აი ეს ყველაზე მთავარი. იმიტომ ძმანო და დანო, რომ მათ ჰქონდათ უდიდესი სიყვარული ქართველი ხალხისადმი. უდიდესი, მე რაც ახლა გადავავლე თვალი წიგნებს და ვიცი მათი ცხოვრება, ამნაირი სიყვარული არ გამოუჩენია არავის საქართველოში. ხალხისადმი. აი ეს არის ყველაზე მთავარი ძმანო და დანო. და როგორ შეიძლება ის ხალხი, ვინც საქვეყნო ზის სიწვევს, თუმცა ზიზღი არ არის კარგი, მაგრამ საქვეყნო ზის სიწვევს, ფაქტი ეს, ისინი დასცინიან ძმანო და დანო, მამა გაბრიელს და მამა გიორგის. ესეთ ხალხს, რომლებიც შეიძლება ვთქვათ თამამად, რომ დაიწვნენ საქართველოს სიყვარულში, დაიწვნენ და დაიფერყვნენ. თან ჩვენ ახლა რამდენი სამოდელო პირი ვართ, ხო? საქართველოში 1500. მაგრამ მხოლოდ ამ ორმა მოახერხა. რა თქმა უნდა, მე პატრიარქის გარდა, პატრიარქი ეს ყველაზე ამაღლებულად ზის, რომ იტყვიან, მან რომ
მოიზიდა ხალხი ამნაირი არ ყოფილა საერთოდ არავინ, მაგრამ მე დღეს გაბრიელზე ვლაპარაკობ. და მამა გიორგიზე ძმანუდა პატრიარქი ეს ყველაზე ამაღლებული მან რაც გააკეთა ეს კიდე ცალკე თემა და ამას ხშირად ვამბობ და ამას კიდე ბევრს ვილაპარაკებ თუ ვიცოცხლე და მერტმა ინება გაბრიელმა და მამა გიორგი ძმანუდა დანო გამოამჟღავნეს უდიდესი სიყვარული და ითქვა სამღვდელოება ზოგჯერ არის ხოლმე რომ ან ვინმეს გამოვარჩევ, ან ვინმეს უყურადღებოდ დავტოვებ, ან ხანდახან ნუ დაღლილი ვარ ბოლო-ბოლო, ან გვეზარება ხო ეს კიდე სხვა თემა, დაღლილი ვარ ვერ ვაკეთებ ისე რომ ვინმეს გადავყვეთ, ვინმეს დიდი დრო დაუთმოთ, ზოგჯერ არ ხერხდება ეს. აი ამ ხალხმა ეს იყო ორი სასწაული პიროვნება ძმანუდა დანო, რომლებიც ეჭდა უბრალო ხალხს, აი უბრალო, აი ისეთი უნდო ადამიანსაც კი გამოუყოფდა ისე დროს, აი დღე და ღამე იჯდნენ და ესაუბრებოდნენ და გულში იხუტებდნენ ძმანუდა დანო. აი ამ სიყვარულის გამო მათ აი ესეთი დიდი ქართველებისგან დაიმსახურეს დიდი სიყვარული ძმანუდა დანო. და არა იმიტომ ზოგიერთი რომ ესე აშუქებს რომ ვითომ არანორმალურები იყვნენ და არანორმალურებს როგორ გაეკიდებოდა ამდენი ხალხი და როგორ აყვებოდა ამდენი ხალხი ძმანუდა დანო. ასე რომ ეს იყო ორი წმინდა კაცი, რომელსაც რა თქმა უნდა ქონდა შეცდომები, რა თქმა უნდა ქონდა გაბრიელსაც და რა თქმა უნდა ქონდა მამა გიორგისაც არასწორი ქმედებებიც, არასწორი აზრები ღვთის მეტყველებაში გრიგოლ ნოსელს ქონდა უდიდეს მამას ზოგიერთი არასწორი და ბევრ სხვა წმინდა მამას და რა გასაკვირია მათ არ ქონოდათ შეცდომები ქონდათ, მათ ქონდათ ყველაზე მთავარი დიდი სიყვარული, რომელიც სიტყვით კი არა საქმით დაამტკიცეს ძმანუდა და ამიტომ ჩვენ ქრისტიანები ვართ და ვინც მათ ლანძღავს ჩვენ გულით სულით უსურვებთ მათ ჩვენ ქრისტიანები ვარ რომ გულისხმა უნდა მოიქცნენ და შეინანონ ეს აღვირახსნილი კამპანია ძმანუდა და ეს იყო ორი წმინდა კაცი, ორი დიდი სასწაული კაცი. მოკლედ ეს შემელო მეთქვა, რაც შეეხება ილია ჭავჭავაძეს, გავრცელდა ძმანუდა დანო ესეთი ძალიან გახშირდა ილია ჭავჭავაძის შესახებ 1300 წერენ, ამბობენ რომ თითქოს პატრიარქმა ის შერაცხა არასწორად ზეწოლით იმდროინდელი მთავრობის ზეწოლით მაშინ ეროვნული მოძრაობა მოითხოვდა ილია ჭავჭავაძის ესე იგი წმინდანად შერაცხვას და ვითომ პატრიარქმა ეს დააკმაყოფილა. ნუ რაღაცა იყო, რაღაცაერთ მე მინდა ვთქვა რომ უწმინდეს ყოველთვის უნდოდა ილია ჭავჭავაძის შერაცხვა და შეიძლება ამ მომენტში მომწიფდა ეს როცა ეროვნულმა მოძრაობამ მოითხოვა ილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვა და არა იმიტომ შერაცხა პატრიარქმა რომ ეროვნულმა მოძრაობამ მოითხოვა ეს ძმანუდა და ეს მინდა უპირველეს ყოვლისა აღნიშნო და მეორე ის ხალხი ვინც საუბრობს მე ახლა მათ არ განვიკითხავ და როგორც ქრისტიანი გული და სულით უსრულებ ამ საკითხშიც სინანულს და გარკვევას ძმანუდა და მაგრამ ფაქტს აღნიშნა ის ხალხი ვინც ილია ჭავჭავაძეზე ამბობს რომ რაც მინდანია და ასე შემდეგ უბრალოდ არ იცის ილია ჭავჭავაძის არც სრულებები არ წაუკითხია ესე დაწვრილები თორემ ილია ჭავჭავაძეს გვასწავლდნენ ჩვენ სკოლაში და არც მისი ესე იგი პოემები, ლექსები, მოთხრობები და პუბლიცისტური ნაშრომები არ აქვს წაკითხული ძმანუდა და მისი ცხოვრება აზრი არ არის ვინ არის ილია ჭავჭავაძე და ჰაერზე ამბობს. ზოგიერთი ამბობს რომ ილია ჭავჭავაძე მისი პოეზიის გამო შერაცხა პატრიარქმა. ეს სასაცილო არა. რატო არ შერაცხა მაშინ აკაკი წერეთელი? რატო არ შერაცხა მაშინ ვაჟა-ფშაველა, რომელიც ნამდვილად უკვე აღიარებულია და დროშიც გამოვლინდა რომ ილია ჭავჭავაძეზე გაცილებით უფრო დიდი პოეტი. დიდი ვაჟა-ფშაველა. რატო არ შერაცხეს? თუმცა ძმანუდა დანო ილია ჭავჭავაძეს აქვს ერთი საოცარი ლექსი, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, ყვარლის მთებს, სადაც ისეთი შემართებაა ჩემი აზრი და ლექსი შემართება, მეტი კი არაფერი. ეს რიტმა, ტარარა, რურარა, ეს არაფერი არა, ეს თამაში. თავარი არის ზუსტად შემართება. აი ყვარლის მთებში რომ შემართება, ჩემი აზრი, არც ერთ სხვა ლექსში და galaktionisas და ვაჟა-ფშაველა და აკაკი არავის არც ჩემი აზრით, არც ნიკოლოზ ბარათაშვილის არც ერთ ლექსში ისეთ შემართება არ. თუმცა, მაგრამ ნუ
ასე თუ ისე გამომჟღავდა რომ ვაჟა უფრო დიდი და სოფლიო დონის პოეტია მაგრამ ეს ეხლა სხვა თემა რო არ გადავხვდეთ ილია ჭავჭავაძე არის წმინდანი აბა ვინ არის მანდა და კაცი რომელიც დაიფერფლა საქართველოს კაცმა რომელმაც თავი დადო საქართველოსთვის და როდესაც კომუნისტებმა თავის იდეის გასახორციელებლად როცა ყრილობა მოაწყვეს ოილაპარაკეს და იქ ფარულად აი ესე თქვეს ზუსტად რომ თუ ილიას არ მოვიშორებთ მაშინ საქართველოს ვერ მოვერერებთ ესე იგი ილია ჭავჭავაძე და საქართველოს ისეთი მოღვაწე კაცი იყო გატოლებული იყო ერთმანეთს როგორ შეიძლება ძმანო დადან რომ ამ ადამიანზე ჩვენ თქვათ რომ ის არ იყო წმინდანი ძმანო დადან აი მათ ეშლებათ ეს მათ არ აქვს აი დარწმუნებული ან ზერელად არ წაკითხული ან საერთოდ არ აქვს წაკითხული ილიას შემოქმედება აი ეს მინდოდა ილიას შესახებ მეთქვა და ეხლა კიდე რამოდენიმე საკითხი და მე ქართველთა მანიფესტი ძმანო დადან ჩვენ დაგვიგროვდა ასევე აი ბევრი კითხვა მაგალითად სუროგაციის შესახებ ჩვენ ერთ ქადაგებაში ვერც ამოვწურავდით და ვერც ორ ქადაგებაში მაგრამ ერთი რამ მინდა სუროგაციის შესახებ დავუმატო თუ დააკვირდით თქვენ ცოტა მიწყნართ ეს საკითხი და რატომ მიწყნარდა პატრიარქმა რაც თქვა გაიმარჯვა პატრიარქმა და დაამარცხა და იმიტომ მიწყნარდა ჯერ ერთი რომის პაპმა გამოგზავნა წერილი რომელიც მთლიანად თანაუგზნობდა უწმინდეს რომის პაპი რამხელა კაცია წარმოიდგინეთ და რომის პაპზე ხო ვეღარ იტყვიან ვერაფერს ხო როგორც პატრიარქზე თქვეს იმიტომ რომ პატრიარქს ზოგიერთი უყურებს ნუ ვითომ პატარა ქვეყნის პატრიარქი და აი რომის პაპს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და აი რომის პაპმა რო იგივე თქვა ვეღარ გაბედეს რომის პაპს იგივე ვერ უთხეს როგორც გაუბედეს ჩვენს უწმინდეს ესე იგი ძმანო და დანო ესეც ანტიევროპულია რომის პაპი ანტიევროპულია წარმოიდგინეთ მთლიანად თანაუგზნო ყველაფერში დაეთახა მე პირადად დიდი მადლობელი ვარ პატრიარქის რომ წერილი აი თუმცა კიდევ ვიმეორებ იქ ცოტა მძიმედ კი წერია რომ ეს ბავშვებიო სუროგატი ბავშვებიო როგორ იქნებიან ბედნიერებიო სულ ფიქრობდი უწმინდესმა რატო დაწერა ეს თუმცა საპატრიარქოს შემდგომ დანამატი რო იყო პატრიარქის ეპისტოლის შემდეგ დანამატი განცხადება საპატრიარქოს იქ უწმინდესმა ახსნა რომ ამ ბავშვებზე არ არის ლაპარაკი ეს ბავშვები ღვთისშვილები არიან და თუ ვინმე ბავშვებზე ზრუნავს ძმანო და დანო ნამდვილად ჩვენი უწმინდესია და თან გაუხმაურებლად ზოგიერთები ვიტყვი არა რომ ვითომ ბავშვს რაღაცას გაუკეთებდნენ და მე სულ ტელევიზორში იყო რომ აი რა გავაკეთე და გაუხმაურებლად ზოგმა არც იცის რომ უწმინდესმა პირველმა საქართველოში გააკეთა ბათუმში მეუფე დიმიტრისთან ერთად მის შვილია იცით თქვენ გააკეთა პირველი უპატრონო ბავშვების სახლი და ის დიდი პრობლემა რომელიც ჩვენ ქონდა ძმანო და დანო რომ უპატრონო ბავშვებს უყურებდი და ყველას გული გქიოდა ხო ძალიან ძნელი ეხა წაიყვანო სახლში და გაზარდო ესეთი უპატრო ეს თავდადება და გმირობა და ვერავინ ვერ აკეთებდა ამას არადა იშვიათად ვინმეს გაეკეთებინა წუხდა პატრიარქმა გააკეთა ესეთი სახლი და როგორი სახლი იცი ასწავლიან უმაღლესი დონია ყველანაირად უმაღლესი კომფორტი საზღვარგარეთაც კი დაყავთ ეს ბავშვები მაგალითად საბერძნეთში ძმანო და დანო და აი ეს რაღაცა ამ დონეზე არის ყველაფერი აყვანი უპატრონო ბავშვები ძმანო და დანო ზოგიერთი იძახდა არ ეცოდება ბავშვები ეს რა თქვა მაგრამ მე მადლობელი ვარ უწმინდესმა ცოტა მძაფრად თქვა და რატო სხვანაირად ყურადღება ამ სუროგაციის შესახებ აღარ იქნებოდა ძმანო და დანო არ იქნებოდა და მე რა მინდა ვთქვა რატომ არის საშიში ეს სუროგაცია მოკლედ რო თქვა ჯერტი დავსვათ კითხვა რატომ არის რომ ევროპის ქვეყნებში აკრძალვა ყველა ევროპის ქვეყანა ყველა საფრანგეთი ვინ გერმანია სულ რო ჩამოთვალ ორადო ქვეყანაშია დაშვებული ისეც ანგარების გარეშე გამიგეთ ანუ თუ ვინმეს ეს უნდა მაშინ აქ ფულს აკეთებენ და მილიონები ეშო ვისაც ეს უნდა ორ ქვეყანაში დაშვებულია მაშინ უფულოდ უანგაროდ უნდა გააკეთოს ეს გესმით
აი რატომ არის თურმე რატომ ისე იყო მაინც დაახლოებით ადვილი მისახვედრი მაგრამ როდესაც ჩვენ უკვე გადავხედეთ ამ ისტორიებს სუროგაციის შესახებ თურმე რა ხდება ძმანოდა და როდესაც მოყავთ უშვილო დედა და მკურნალობენ შეიძლება მე შვილი ესე იგი გახდეს ჯანმრთელი და ის გააჩინოს შვილი თუ უმკურნალი და ესეთი ქალები მოკლედ რომ იდიოდნენ ექიმთან ასმევდნენ ისეთ აბებს უშვილობა გამოეცხო იმიტომ რომ ამით პაციენტებს იმრავლებდნენ და თუ უმკურნალებდნენ სუროგაციის აი ვინც ამ ბიზნესში იყო ესე იგი ჩართული მაშინ დაკარგავდა კლიენტს გესმით თქვენ რა ხდებოდა რა ბოროტება ხდებოდა ეს იცოდა უწმინდესი და ამიტომ ასე ვთქვათ ამ ეპისტოლეთი ასე დაარქა ამ ბოროტებას მე ეხლა კიდევ ისეთი რაღაცები წერი აღარ მინდა დავწყვილმადე დიდი ბოროტებებიც მანოდა და აღნიშნავ კიდევ ერთს რომ ძალიან გახშირდა თურმე აი მაგალითად საქართველოში და ეს ჩვენთვის ტრაგედია გახშირდა ძმანო და დანო აი ესეთი სურვილები გაუჩნდა ძალიან ბევრ ქალს მე ესეთი სურვილები რომ იცით ახლა თქვენ დაორსულება გაჩენა ბავშვის ნუ ეს ასე ვთქვათ ორსულსო ცალიფეხ სამარეში აქ ხო არის ესეთი ნათქვამი თავდადება ეს ძმანოდა და თავდადება ხო მაგრამ ხო და ზოგს აღარ უნდა განსაკუთრებით თანამედროვე ადამიანებს და თან სუროგაციას თუ აუთვენ წვანე შუქი უკვე არის ძალიან იშვიათი კი არა უკვე ხშირი შემთხვევა როცა ამბობენ ბავშვებიც კი მომავალში ვთქვათ რომ უნდა დედები გახდნენ ამბობენ რომ მოდი მე ვიპოვე სუროგატ დედას და იმას გავაჩენი აი მაგალითად მე მქონდა ერთი შემთხვევა ერთ ქალს ოჯახი აქვს შექმნილი და არაჩენს ბავშვს ოდო ეუნებით გააჩინე ისეთი კაი ოჯახია ქმარი არაჩვეულები ეს ქალიც არაჩვეულები ყველანაირად ვეუნე არაო გადადო ჯერ საქმე მაქვს გადადო და მე მივიდა იმ დასკვნამდე იმედია შეინანებს რომ საერთოდ არ ვიმშობიარებო სუროგატ დედას ავიყვანო და იმისგან გავაჩენ ჩემ შვილსო გამიგე აი სადამდე მიდის ჩვენ ეს გვინდა კიდევ ერთი ორი ოჯახი იქნება ძლივ საქართველოში და იმათვაც თუ დაიწყეს რომ ბავშვს არ გავაჩენ და სუროგატ დედას გავაჩენებ და სუროგატ დედას გააჩენს ნინებს ერთს და ეგ არის კიდევ ერთი დიდი საშიშროება ზოგჯერ არის რომ ესე იგი მამისგან ვერ იღებენ ესე იგი ვერ ვლაპარაკობ მე ხამ ტერმინოლოგიით არც არის საჭირო და ამიტომ ჭირდებათ სხვა კაცი და ჭირდება დონორი ასე და ერთი ვიღაცა კაცი ავიღოთ თქვათ არის დონორი და ამის შვილებია თქვათ ერთი 20 რომლებიც შემდეგ შეიძლება ერთმანეთზე დაუჯახდეთ დაძმას აი ესეთი დიდი უბედურებაა სუროგაცია ძმანო და დანო და კიდე სხვა ნიუანსები უბრალოდ სიფრთხილე იმას ვეღარ ვილაპარაკებ კიდე ერთს დავამატებ რომ თურმე ინდუეთში როდესაც გასულა ეს ქალბატონი აქ საქართველოში რომ მოღვაწეობდა და ეხლა იქ გააჩაღა კამპანია აქედან წაუყვანია ბევრი ქართველი ესე იგი ეს ხო უკვე გენოციდია ქართველი ხალხის მანოდა და ამიტომ პატრიარქი სადაც გენოციდია იმის წინააღმდეგია ყოველთვის ჯერ როდის დაიწყო პატრიარქმა გამრავლების შესახებ საუბარი როგორც კი მოვიდა ამით დაიწყო პრაქტიკულად უწმინდესმა თავის მოღვაწეობა ასე რომ მანოდა დანო ამ სუროგაციის შესახებ ალბათ კიდე დაუბრუნდებით ამ საკითხს ეს არის დიდი უბედურება და ამიტომ პატრიარქს დიდი მადლობა მანოდა დანო რომ ესე მძაფრად გამოხატა და აი ყველაფერი გავიგებ სუროგაციის შესახებ მესამე საკითხი და ამით დავამთავრებ და გადავალთ ესე იგი იმ შემიერებულ ლექციაზე მესამე საკითხი მე თითქოს ეს უბრალო საკითხია ძმანო და დანო მაგრამ მე მინდა მოკლედ გესაუბროთ ამის შესახებ წიგნიერების შესახებ მადლობა ღმერთს რომ პატრიარქმა აქაც პირველმა დაარტყა უბედურებას და ამხილა ძმანო და დანო
საქართველოს იმაში რომ აი დიდი უწიგნურობა დაიწყო არა და კომუნისტების პერიოდში ჩვენ ვიყავით პირველი ერი მოწინავე ერი წიგნობრობაში ესე იგი პოტენციურად ჩვენთან ყველაზე ისა პროცენტულად ყველაზე მეტი მკითხველი ყავდა საქართველოს ეგ წიგნის მკითხველი საქართველოში იყო ყველაზე მეტი ძმან უნდა და მთელს საბჭოთა კავშირში ეს აღნიშნული წკოდა საზღვარგარეთაც კი უტოლდებოდა ისეთ ქვეყნებს ესე იგი წიგნობრობა ქართული როგორც ინგლისი და საფრანგეთი იყო ეს სტუდენტები ეს აღრიცხვა ხდებოდა ეთყობა ასე რომ აი ესეთი ერი დავედით ბოლო ადგილზე ვართ ეხლა ვიღაც ერთ-ორ უბრალო ქვეყანას ვასწრებ ზვანო და დანუ სადაც წერა-კითხვა არ იციან ნუ გამაოგნებელი ბოლო ადგილზე თითქმის და პატრიარქმა ბრძანა რომ ამას მიექცეს უდიდესი ყურადღება ეროვნული ტრაგედია ეს და საერთოდ უნდა ვიცოდეთ ზმანო და დანო რომ რა არის ბედნიერება ამ ქვეყნად ხო ბედნიერება ცოლი შვილები ოჯახის შექმნა ბედნიერება სახლი რო გაქვს კარი რო გაქვს ხო ეს სახლის ფენომენი ხო რა შეიძლება მიწური კონდეს მაგრამ შენი როა დიდი გემრიელი რა კიდე რა სუფრა ქართველი კაცისთვის სუფრა დიდებული რამეა ხო რამყელა ნუგეშია ჩვენ ქართულ წიგნებში საღვთისმსახურ მეტყველო წიგნებში ზუსტად ესე წერია ტრაპეზის შესახებ ნუგეშინის ცემა მართლაც ნუგეშინის ცემა ხო მართლაც რა დიდებულია ქართველი კაცისთვის შრომის შემდეგ სწავლის შემდეგ სუფრაზე რომ დაჯდები იმ საოცარ ღვინოს რომ დალევ ზომიერად ისაუბრებ ამაზე კაი რა და ერთ-ერთი ასეთი ზმანო და დან ბედნიერება ეს არასოდეს არ უნდა დაგავიწყდეთ განსაკუთრებით ახალგაზრდა არის წიგნის კითხვა ზმანო და დან და წარმოიდგინეთ რომ ქართველი ერი როგორი მეომარი ერი იყო ზმანო და დან აი რა ვიცი ესეთი მეომარი იშვიათად აი მწვერვალი ვართ მართლა წარმოჩენილი ჩვენ ისტორიას რომ გადავხედოთ ისეთი მეომარი ერი ვართ და საინტერესოა რომ ქართველი კაცი წიგნობარი იყო გარდა აი ამ მებრძოლის სულისა რაც დასტურია რომ ვეფხისტყაოსანი ზმანო და დანო მოვიტანეთ ჩვენამდე ხო სასწაულია ყველაფერი დავკარგეთ რამდენი რამე დავკარგეთ ვეფხისტყაოსანი მოვიტანეთ იმიტომ რომ იმდენად დიდი სიყვარული იყო ქართველი კაცის წიგნისადმი ზმანო და დანო ამიტომ ამასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება და მადლობა უწმინდეს ამ საქმეშიც რომ გამოგვაფხიზლა და რაღაცნაირად დაიძრა ეს საქმე წიგნობრობა და ზმანო და დანო აი ახლა შეპირებული და ამით დავამთავრებთ მე თქვენ იცით რომ არ ვაზიარებ ისეთ ხალხს ნუ ჯერ ერთი იმიტომ რომ არ შეიძლება ვინც თავს იკავებს ესე იგი ისე აკეთებს რომ არ დაფეხმძიმდეს ან ჩადგმული აქვს რაღაცა ან კონტრაცეპტივებს სვამს ესეთ ხალხს არ ვაზიარებ ესეთ ოჯახს არ ვაზიარებ არა მარტო მე ნებისმიერი მდელი ამას არ აკეთებს არც ერთი ნორმალური სასულიერო პირი თუმცა ამბობენ რომ არიან ზოგიერთი რომ აზიარებენ და ნებასთან არ მჯერავს მე ეს მაგრამ ნუ რა ვიცი ასე ამბობენ ეს შეუძლებელი და არ შეიძლება ეს არაფრით იმიტომ რომ უდიდესი მძიმე ცოდვა ჯერთი კონტრაცეპტივებს როცა სვამს ადამიანი ქალი ის იქ მინი აბორტი ხდება ასე ვთქვათ რომ ისახება იქვე კლავს მეორე ეს აბორტზე ვარესია იმ გაგებით რომ აბორტი შეიძლება ერთი გაიკეთოს აშინელება მაგრამ ამ კონტრაცეპტივით მოხდება ერთი 200 აბორტი ისეთი რომ ვერც გაიგებ ხო აბორტთან დაკავშირებით მაპატიეთ უნდა მეთქვა უწმინდეს ზოგიერთმა გამოსვლელმა აბუჩა დაიგდო უწმინდესი და თქვა რომ ესო რა დაწერა ეპისტოლეშიო ეს მეორე საკითხი სუროგაციის გარეშე რომ დააკრიტიკეს რა დაწერაო მილიონობითო აბორტი კეთდებაო თუ რა რიცხვი უწერია მილიონი მე მგონი პატრიარქს და სინამდვილეში ოფიციალური მონაცემით მხოლოდ 30000 კეთდება ჯერ ეს რა ლაპარაკია მაგრამ არა ძმანოდა და უწმინდესმა ძალიან კარგად იცის რომ ის მინი აბორტები რომელიც კეთდება სამათყოფოებში იცით ალბათ რაზე ვლაპარაკობ ის მინი აბორტები არ აღირიცხენ
აი ის არის ზუსტად იმას რომ დაუმატებ მილიონები ძმანო და დანო. აი ეს იგულისხმო პატრიარქი და აი მინდა თქვა ძმანო და დანო რომ ეს არის უდიდეს ცოდვა და არ ვაზიარე და ზოგჯერ ესეთი ადამიანი ესეთი ოჯახი მიდის სხვა მრევლთან არ ვიცი სხვა ტაძარში გადადის არ ვიცი იქ აზიარებენ რატო გადადის არ ვიცი მაგრამ ჩემთან მოვიდა ხალხი ძალიან ბევრი როგორ მოვიდა რაღაც გარკვეული ნაწილი და მითხრეს რომ ჩვენო აქ გვინდაო სიარულიო შენთან გვინდა სიარულიო და მოგვეციო რა უფლებაო რა არისო ზოგან აზიარებენო შენს გვაზიარეო ამ კონტრაცეპტივებს ხმარობ ზოგმა მითხა ნუ სხვა რამეებს ხმარობ და ასე შემდეგ ესე იგი ძმანო და დანო მე მაგალითად ეხა შეიძლება იმათ ეწყინოს მაგრამ ეწყინოს ჯობია მიიღონ კრიტიკა მათ იციან თქვენ არ იცით მაგრამ მათ იციან მიიღონ ეს კრიტიკა და გამოახსოვრონ თავი მე ეს ხალხი ზოგიერთი რომ მოვიდა კარგად ვიცნობ და უდიდეს ვაჟკაც ადამიანებად თვლიდი ეს რომ მითხრეს ძმანო და დანო აი მე მინდა ვთქვა ეწყინოთ ნეტავ და გამოახსოვრონ თავი ეს ხალხი ჩემ თვალში გახდა აი რაღაცა რა ვთქვა რა შევადარო რა აი ვაჟკაცი კი არა აი რაღაცა აი არაობად იქცნენ ჩემ თვალში ძმანო და დანო არაო ისე გული დამჭდა და ისეთი ვაჟკაცი ხალხია მართლა თითქოს და აი ეს რომ მითხეს უკვე ჩემ თვალში გახდნენ აი უფასრო ჭირი და მე მეუნებია ზოგიერთი რომ კი მაგრამ რა ჩემო ოჯახმა უნდა იმას ქნა საქართველო ჩემი ოჯახის ხარჯზე უნდა გამრავდეს საქართველო აბა ვის ხარჯზე ძმანო და დანო ქართველები ხო ხედავთ რომ ვიღუპებთ ხო ხედავთ ვიღუპებით უბრალოდ სხვა ერზე მე არაფერი გართულება არ აქვს ყველას თავის გზა აქვს და ყველას გაუმარჯოს მე ჩემი ერის გამარჯვება მინდა უბრალოდ გადით აგერ აი გაჩნდით ზოგიერთი ალბათ ვაკე საბურთალოში არის არც გაცდენილი ჩვენ ქვეყანას საზოგადოებრივ კი დადიან მაგრამ ჩვენ ქვეყანას არ იცნობ აგერ გადით ფეხით გაიარე აგერ აი იმიდან რა ქვია ფონიჭალიდან დაიწყეთ და ნახავთ რომ ეს საქართველო აღარ არის გაიარეთ იქ სოფლები ორი მეჩეთია უზარმაზარი აგერ აშენებული სანამ რუსთავში ჩახვალ და ალბათ კიდევ 23-საც ააშენებენ უზარმაზარი ქართული არიციან ძმანო და ქართული იქიდან მოყოლებული დაიარეთ მე რუკაზე ნახეთ მთელი ქართლი ნახევარი ქართლი ძმანო და საქართველო აღარ არის ვიღუპებთ ხო აი ეს მიწები ჩამორთმევ იდე რას ჩამოგვართვენ ვინ იცის ღმერთმა დაიფაროს მაგრამ არის ამის საშიშროება ხო საქართველო და მცირდება ქართველი ხალხი ვიღუპებით უკვე გამოცხადებულია მომაკვდავ ერად საქართველო და მაინც არავის არ აინტერესებს საერთოდ აი მე ამ ლექსს აკითხავ და ამით დავამთავრებ ჩემი ის რაც მე მინდოდა მეთქვა ქართველი ქალისთვის მე არ ვიცი ეს ლექსი ვინ დაწერა ვინ არის ამის ავტორი არაფერი აი ესე ვნახე იქ ჩემს მაგიდასთან ეს წერილი ვიღაცა მომწე ეთქობა და არ მივაქციე ყურად მე ვინც მომწე ეს წერილი თუ აქ არის ან გაიგებს მითხრას ვინ არის ავტორი ამ წერილს ქართველ დედებს ესე ქვია მე ასევე მინდა სანამ ლექსს ავიკითხავ გითხრა ძმანო და დანო რომ ესე იყოს ჩვენი წინაპრები გადმოსცემდნენ ეს მე გამოკვლევაც ჩავატარე ეხლა დამავიწყე ეს მინდოდა მე თქვა გამოკვლევა წლების მანძილზე სამწუხაროდ მე არ ჩავიწერე ეს სახელები და გვარები იქნებ ვინმე გააკეთოს ან ვინმე აკეთებს იქნებ იმედია რა გამოკვლევა ჩავატარე აი მე ვარ 52 წლის ხო ვის რომელ თაობაზე გელაპარაკებით ეხლა ეს მინდა მიგახვედრა მამა ჩემის ესე იგი გიორგის მამა სიმონი და სიმონის მამა გაბრიელი ანუ ჩემი ბაბუის მამა ეს არის ერთი საუკუნე ხა რაც გითხარით ერთი საუკუნე სულ 4 თაობა საუკუნეს მოაქვს 4 თაობა როგორც გამოვიყვანეთ აი ზუსტად გაბრიელის თაობაზე გეუნებით
გაბრიელის მშობლებს რამდენი შვილი წავდათ, აი ესე თქვენ გამოიკვლიეთ თქვენ, აი რაც მე ახლა ვთქვი, აი ეს მათემატიკა ხო იცი თუ დიდებული მეცნიერებაა მათემატიკა ძმანდო, აი რაც ვთქვი ახლა 52 წლის და ბაბუის მამა, ესე თქვენ გამოიკვლიეთ თქვენ წინაპრებში და ნახავთ რომ მათ ყავდათ უამრავი შვილი ყველას. აი გაბრიელის თაობის დედმამიშვილები იყვნენ 14, 12, 10, 8, 7, 6 მინიმუმ. აუცილებლად სულ ყველა ვინც კი მე რაჭაში მოღვაწეობის დრო დავკითხე, აქ რამდენი ადამიანი მოვიდა ჩემთან აღსარებაზე, რამდენი ადამიანთან მქონია ურთიერთობა, რამდენი სახლი მიკურთხებია, თითქმის ყველგან მეუბნებოდი და ყველა მეუბნებოდა რომ 8, 7 ვისაც ახსოვდა ძმანდა საქართველოს იყო მრავალშვილი. და მძიმე მდგომარეობიდან გამოდიოდა ამის გამო, რომ უცებრავდებოდა ერი ძმანოდა და აი ახლა ეს შეწყდა. ახლა კი არა, აი კომუნისტების პერიოდში შეწყდა. და ვიღუპებით. ამიტომ ჩვენ ხომ უნდა გავაგრძელოთ ძმანოდა და გადავცეთ ეს ესტაფეტა ასე ვთქვა. და ბოლომდე მივიყვანოთ საქართველოს. იღუპება, ნამდვილად იღუპება ბოლოს ისღა დაგვრჩება უკანასკენ მოხიგანი რო ამბობს ჩვენ ცხოვრობდით აქ ადრეო. აი ესე ან ბოლოს არა ეს მოვა უკვე ძალიან მალე მოვა ეს დრო თუ ესე გაგრძელდა და ჰორიზონტზეც არ ჩანს გამოსწორება მოვა ის დრო რომ აქ იცხოვრებს სხვა ერი ძმანოდა და მიუთითებენ ჩვენზე ალბათ აი ჩოხებში ვიქნებით ანსამბლები გვეყოლება იქ მოცეკვავები და ისინი დაჯდებიან ფილარმონიაში და ჩვენ მარტო იქ გამოვართ სცენაზე და იტყვიან შვილო აი ესენი არიან ადგილობრივი მკვიდრნიო იტყვიან ეს რეალობაა უკვე ძმანოდა და რა სიმღერა რაც ეკვა ჩვენ ვიღუპებით აი კაცი რო იხჩობა ხო შეიძლება იმას სხვა რამეზე იფიქრო ჯერ უნდა გადაიჩინოს თავი აი მე შეიძლება სხვა რამეზე ფიქროს გავსად ყველაფერი უნდა დაუტოვოთ და მარტო გადავიდეთ გამრავლებაზე აი როცა ამოვისუნთქებთ მე შეიძლება ყველაფერი თორე ეს ძალიან ცუდად დამთავრდება აი ეს ლექსი და ამით დავამთავრებ ქართველ დედებს თუმცა მიმძიმს მაინც გაგიბედა შენს ქცევაში სიმართლეს ვერ ვხედავ შვილებს რომ კლავ რას აფიქრობ დედავ დედის ვალი არ გაწუხებს ნეტავ არ გაწუხებს იმ უმანკოს ბედი ვისაც შენთვის უნდა ეთქვა დედი ვისაც უნდა დაემშვენებინა შენი კალთა შენი უბე კერდი ვისაც უნდა გაეხსენებინა შენი კერა, შენი ფუძე, ჭერი, ვისაც უნდა ეამაყებინა შენი გვარი, შენი მოდგმა, ერი, თელ სიცოცხლეს არ გერჩია დედა. მისი თუნდაც ერთი შემოხედო. სამუდამოდ როგორ გაიმეტე, ვინც უშენოდ ერთ წუთს ვერ გაძლებდა. დაგენანა ორი ღამის ძილი, ტანსაცმელი თუნდაც ორი წვილი. იმისათვის როგორ მოკალ შვილი არ გეყიდა მისთვის კუდი პალტო და იმისი ფაჩუჩების ფული შენი კაბის ფულს რომ დაუმატო ხომ არიცი ვინ მოკალი დედა ვის დაუგე ჯოჯოხეთის მახე იქნებ ერის სიამაყე იყო ბზის სინათლე რომ არ დაანახე ვინ იკითხოს შოთა ვაჟა ტატო ვინ გაუყვეს გაკვალულ გზას ხენით ვინ დაუგდოს ფალიაშვილს ყური და ვინ დაატკბეს ფიროსმანის წკერი თუ კი გავწყდით გადავშენდით ყველა ერმა ჩვენი ძმანო და დანო გავაგრძელებ მაგრამ ერთი რამ მინდა გამახსენდა გუშინ უყურებდი დოკუმენტარულ ფილმს 1918 წლის ამბები იყო ბათუმში როგორ გავრეკეთ თურქები ქართულმა ჯარმა არავის დახმარებით ქართულმა ჯარმა 1918 წელს 100 წელი არ არის გასული ჩვენი ძალით მოვიგერიეთ თურქები ბათუმიდან გავყარეთ იმიტომ როცა დამოუკიდებლობა გამოცხადდა თურქები შემოვიდნენ ბათუმში ხედავთ ჩვენიაო და ჩვენმა ჯარმა გაყარა ისინი და რა ზარზეიმი იყო ძმანო და დანო ბათუმში ქართული ჯარი რო შემოდიოდა და მოსახლეობა ეგებებოდა რა ძლიერი ვიყავით თუნდ აგერ 1918 და რატომ ვიფიქრე როგორ მოხდა ეს ამით რომ ბევრი ვიყავით ძმანო და დანო
ძლიერი ვიყავით და რაც მთავარია შიში იყო ქართველების შიში იყო აცლილი ყავს ჩვენ ბევრი ჩვენ შიშზე ისტორიით შიში იყო მაგრამ ეს შიში აღარ არის თქვენ თუ გძნობთ ახლა და სულ ფიქრობდი რატო ნეტავ ამიტომ რომ ქართველმა რო დაიწყო შვილის მოკლა ეს ხო საქართველოს ჩემპიონი ვარ თემ სოფლიოში ამ შვილს რო კაცი მოკლა მანუ რამდენი შემთხვევა მგონია დღეს უყურებ იმ ბავშვებს მიხარია რამდენი შემთხვევა მგონია რამდენი მესამე ბავშვს აჩენს დედა და მოსულა თქვა ჩემთან რამდენი არ ვიცი და უთქვიათ გამომაგდო ქმარბაო აბორტის ფული მომცაო და წადი აბორტი გაიკეთებო და უთხარი წადი დედასთან მეორე დედასთან შეაფარე თავი წასულა და იმათაც გამოუგდია წადი გააჩინე შვილიო ისა მოიშორე შვილიო რადგან და რას გიჟო აი ესეც იყო იმან გამოაგდო ამან გამოაგდო ტირის ქალი რა ქნას სადღაც დაკალთან მივიდა ვიღაცამ შეიფარა ტანჯვაწამებით გააჩინე ეს მესამე შვილი ეხლა უყვართ ეხლა გიждებია აი ვისკლავდე ეხლა უყვართ ჩვენ ღირსი ვართ ყველაფრის ტერიტორიების დაკარგვის კი არა რაც გვაქვს ეხლა რაც გვაქვს შენარჩუნებული ეს არის უდიდესი ღვთისმადლი და ვაი მას ვისაც წამოწდება რო არიან და იძახიან ხოლმე ღმერთმა რატო დაუშვა ეს თუ ღვთისმშობლის წილხვედია დავყარგეთ ის და რაღაცას ბოდა რა რატო დაუშვა გაჩუნდი ჩვენ ყლავთ საქართველოს და აი ძმანო და დანო ჩვენი შიში ქონდა და სულ ფიქრობდი რატო აღარ აქვს შიში იმიტომ რომ ეხლა წარმოიდგინე რომ ბავში მოკლას ვინმე ისე რომ წარმოიდგინე იმ კაცის შიში გეკეთდა ის ხო ყველაზე დიდი ნაძირალა იმ კაცის შიში როგორ შეიძლება და ეთყობა ეს შინაგანად ეს ხო უხილავ ძაფებს ჩვენ ვერ ვხედავთ ხილულს ხედავთ მარტო რა ხდება აი უხილავად იმათ ჩვენი მტრების გულში დაიკარგა შიში გაქრა იმიტომ რომ მიხვდნენ რომ ეს საშიში ხალხი ვაშკაცი ხალხი კი არა ამაზე გაფუჭებული ხალხი აღარავინ არ არის ქვეყანაში ამიტომ რომ აღარავის აღარ ეშინი აი მიზეზი მთავარი ზმანო და აბა დავდგეთ ფეხზე აბა დავიწყოთ გამრავლება იმ წამს შიში გაჩნდა აი ბათუმში 1918 წელს მოხდა იმიტომ რომ მაშინ კავკასიაში ყველაზე ბევრი ჩვენ ვიყავით ამ ცოდვაში ფეხი არ ქონდა ჩადგმული და მოგდგამდე ეს ვაშკაცობა იცოდა და შეშინდნენ თურქები და გაიქცნენ გავაქცნენ ეხლა გავნაგზოთ მაპატიეთ თუ კი გავწდით გადავშენდით ყველა თუ ჩაგვიქრათ საზეს ცისარტყელა თუ კი გაქრა ჩვენი მოდგმა ჯიში თუ დაკარგა მტერმა ჩვენი შიში ვის უტოვებ ამ სამოთხეს ვისა ქაჯებისგან ტანჯვით გამოხსნით რამდენი ქაჯი ეხლაც გამოსახსნელი ვისცემს პატივს წინაპართა სისხლსა რა საფიქრო იმედი გაქვს სხვისა გაუფრთხილდით შვილებს ჯერ არ შობილთ ნუ შეარწყვენთ ქართველ დედის მანდილს ამ ღვთისმშობლის ღვთივკურთხეულ მიწას ნუ ჩაუგდებთ ტერს საჯიჯგნად ხელში გაგლოცოთ გაგახაროთ და გაგამრავლოთ ამ და